1,3 მილიონი დოლარი ახალი აეროპორტისთვის. მთავრობამ თბილისში ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 19 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძრებს. ეს განცხადება გააკეთა დღეს ირაკლი კობახიძემ. ხელისუფლება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულებას გეგმის მიხედვით 2028 წელს აპირებს. ამასთან მთავრობა გეგმავს პროექტი არა საბიუჯეტო სახსრებით, არამედ ინვესტორებისგან მიღებული თანხებით შეასრულოს. პროექტის დეტალებით ახლა ანუკა ჯოხაძე გვიერთდება, რომელმაც მთავრობის მხრიდან დაანონსებულ აეროპორტის პროექტზე ბიზნესისგან შეფასებები მოისმინა. ანუკა, რას ამბობენ კერძო სექტორში? კი, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით თბილისში, როგორც ცნობილია, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. გეგმის მიხედვით მთავრობა 2025 წლამდე ახალი ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები უნდა დაასრულოს და მოხდეს სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის გათვლებით ვაზიანის აეროპორტი პირველ რეისს 2028 წლის ბოლოს მიიღებს. მისივე თქმით, თბილისში ახალი აეროპორტის სამართავად კომპანია შეირჩევა, თუმცა სრულ მფლობელობას სახელმწიფო შეინარჩუნებს. 25 წლის ბოლოს, როგორც პრემიერმაც განაცხადა, ჩვენი ამოცანა რომ გქონდეს ჩვენ უკვე სრულყოფილი გეგმა დეტალური, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგცემს. ჩვენი ვარაუდით ამას დაჭირდება 3 წელი, 28 წლის ბოლოს ჩვენ შევძლეთ რომ გქონდეს სრულყოფილი თანამედროვე ახალი ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ პირველი ფრენებიც განხორციელდეს და ეს აეროპორტი სრულად დავტვირთოთ. რაც შეეხება მართვის საკითხს, მართვასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ჩართული, რომელმაც მსოფლიოს ყველა გავრცელებული მოდელის ანალიზი შემოგთავაზა. საკმაოდ საინტერესო გამოცდილებები არსებობს მართვასთან დაკავშირებით, რამდენიმე ოფცია ცალსახად უფრო უპირატესია ჩვენი პირობებში, სახელმწიფო ინარჩუნებს სულ კონტროლს და მფლობელობას აეროპორტზე და შემოყავს მმართველი კომპანია, რომელსაც პროფესიონალური გამოცდილება გააჩნია იმის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად იმართოს. აქაც, რა თქმა უნდა, განისაზღვრება შესაბამისი ეფექტიანობის ინდიკატორები იმისთვის, რომ მოტივაცია ოპერატორს და მფლობელს ჰქონდეს სწორი და რა თქმა უნდა იყოს აეროპორტი ეფექტიანობაზე და მოგებაზე ორიენტირებული. ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაზეც მთავრობის წევრები დღეს საუბრობდნენ, კომპანია Travel Shop-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე ამბობს, რომ ის ვერ ხედავს კონკრეტულ ხედვას თუ გათვლას იმისას, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ თბილისის მახლობლად მეორე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. მისი თქმით, 19 მილიონ ვიზიტორზე აეროპორტის გათვლა საქართველოს ომის ქვეყანაში გაუგებარია. მანჯგალაძის განმარტებით ამ აეროპორტით ისევ და ისევ რუსეთის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებსაც თავიანთი ქვეყნიდან კონკრეტული მიმართულებები ფრენა შეზღუდული აქვთ ან ექნებათ. აბსოლუტურად ვერ ვხედავ მიზნობრიობას ამ აეროპორტის და თანამხელა რიცხვზე, იმიტომ რომ რაღაცა თანაფარდობა ხონდა იყოს მოსახლეობასთან, რომელიც 4 მილიონიც არ ვარ მგონი და რა ტრაფიკს მოელის მთავრობა, რა გათვლებია, რა პროგნოზები, ეს აბსოლუტურად უცნობია. ეს აეროპორტი უფრო მოხმარდება რუსეთის ნაკადს, ვიდრე რაიმე სხვას. ეხლა ეს იმართლა რო გითხრათ, ეს პრეცედენტი თავის დროზე იყო, ეს იყო ცივი ომის დროს, როდესაც ფინეთმა ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო საბჭოთა კავშირისგან. რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა თვითმფრინავებს ბევრ ადგილას არ უშვებდნენ და ჰელსინკის აეროპორტი გამოყენებული იყო როგორც სატრანზიტო, ანუ ჩადიოდნენ და მერე ჰელსინკიდან მიდიოდნენ. ამ პატაწყუნტელა ქვეყანას აქვს 3 საერთაშორისო აეროპორტი. აი მე მესმის რომ დიდი ამბიციები გვაქვს რო ტურიზმი ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცას მე მგონი საზღვარი აქვს, იმიტომ რომ ქუთაისი უფრო კარგად მუშაობს ვიდრე თბილისის აეროპორტი, იმიტომ უფრო მეტი ფრენები აქვს და სტატისტიკოს რო გადავხედოთ, დაწვირთვაც უფრო მაღალია ვიზერის გამო და სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების გამო. ბათუმი სეზონურად ძალიან გადატვირთულია და უცბად თბილისში შენდება 19 მილიონიანი აეროპორტი. ავიაქსელის დამფუძნებელი ამირან აბესაძე კი თვლის, რომ საქართველოს სჭირდება ახალი აეროპორტი, რომელიც ქვეყანას უფრო მეტი მგზავრის მიღების საშუალებას მისცემს. მისი თქმით, ზრდა აეროპორტის ამოქმედებიდან პირველივე წელს შესამჩნევი იქნება. ამირან აბესაძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ეს აეროპორტი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე გააკეთებს აქცენტს. გაზდის მგზავრთა ნაკადს ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ამის მაგალითი საქართველოშიც გვაქვს. ქუთაისის აეროპორტი, როდესაც იხსნებოდა, იყო იმის ეჭვები, რომ მგზავრთა ნაკადი დააკლდებოდა თბილისის და ბათუმის აეროპორტებს, მაგრამ მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო.
გზავრთა ნაკადი გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია რა კონცეფცია ექნება ამ ახალ აეროპორტს. თუ კი გათვლა იქნება გაკეთებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე, ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მინიმუმ გაორმაგდება გზავრთა ნაკადი და მეტიც 19 მილიონზე კი გათვლა 19 მილიონზე არის, მაგრამ თავიდან ყველამ ვიცით რომ ეს ასე არ იქნება. მაგრამ ვთვლი რომ პირველივე წელს გაორმაგება მგზავრთა რაოდენობის გვექნება. პრემიერის თქმით, ახალი აეროპორტის მშენებლობას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება, მისი მოლოდინით 0.2% პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა. თავის მხრივ ეკონომიკის მინისტრი კი ამბობს, რომ აზიაში ახალი აეროპორტის მშენებლობა სხვა ტერიტორიებსაც განავითარებს, მისი თქმით, ახალი აეროპორტი რუსთავს არ მხოლოდ ინფრასტრუქტურულად განავითარებს, ასევე იქნება მნიშვნელოვანი დასაქმების ადგილი რუსთავის მაცხოვრებლებისთვის. ლევან დავითაშვილი მასත් ამბობს, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობაში საბიუჯეტო სახსრები არ დაიხარჯება, ამისთვის ინვესტიციების მოძიება მოხდება. უფრო მეტი კონკრეტიკა თუ რა გეგმა აქვს მთავრობას ამ მიმართულებით და როგორ აპირებს 1.2 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტით ინვესტორების დაინტერესებას, მთავრობის გეგმა ამ მიმართულებით ჯერ ცხადი არ არის. მადლობა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.